მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბეტაძე გაგაცნობთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია, ინფორმაციას BMG-ს თელასა და ენერგოპროში უდასტურებენ. თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს ოფიციალურ უწყებებს არ უთქვამთ, რა გახდა 24 ივლისს დაახლოებით პირველის 10 წუთზე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის დე-ფაქტო სამინისტრომ ტელეგრამ არხზე გუშინ დაწერა, რომ წუხელ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ სისტემურ ავარიას უკავშირდებოდა. ამ ინფორმაციას საქართველოს მხარე არ ადასტურებს. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიეწვდიან ინფორმაციას. რატომ მოხდა თითქმის მთელი ქვეყნის ავარიული გათიშვა, რა რისკები გამოიკვეთა და არის თუ არა დაცული ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა. ნუცა შუბაშვილი მოგვასმენინებს შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირების ფონზე საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. ქვეყანაში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ივლისის ბოლოსთვის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი ქსელების მიხედვით 4-დან 15 თეთრამდე გაიზარდა. გალფის ქსელში საწვავის ფასი 23 ივლისს შეიცვალა და ბენზინი 4.11 თეთრით გაძვირდა, დიზელის ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა. ვისოლის გასამართ სადგურებში ყველა ტიპის საწვავის ფასი 21 ივლისს შეიცვალა, ბენზინი 6.8 თეთრით არის გაძვირებული. კონექტის ქსელში დიზელი 22 ივლისს 5-დან 15 თეთრამდე გაძვირდა. სოკარში ჯერ ფასების ცვლილება არ დაფიქსირებულა. რა ტენდენციებია ბაზარზე, ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობს შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში. ულევის ნავთობგადამუშავებელ ქარხანას ტრანზაქციები 6 თვით აეკრძალება, თუ კი რუსული ნავთობის შესყიდვაზე ევროკავშირის პირობები არ შესრულდება. აღნიშნულს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი ითვალისწინებს. როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სანქციების პაკეტი შეეხება ბლექსი პეტროლიუმს და 6 თვიანი ვადა აქვს ნავთობ პროდუქტების წარმოებაში რუსული ნავთობის სრულად ჩასანაცვლებლად. თავის მხრივ, როგორც ბლექსი პეტროლიუმმა 2 ივლისს განაცხადა, კომპანია გეგმავს აგვისტოს-სექტემბრიდან რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტები სრულად არარუსული წარმოშობის ნედლეული ჩანაცვლას. მიმდინარე წლის აგვისტოს-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას, აღნიშნული ბლექსი პეტროლიუმის მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალ მარჟინალურ ბაზრების კარს, ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში. გარდა ამისა, სანქციების ახალი ტალღის ფარგლებში შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო. როგორ ვითარდება და რა გამოწვევები აქვს საქართველოში სასაწყობი და ლოგისტიკის სექტორს, გალთენ თაგართმა ახალი კვლევა წარადგინა. ეს პირველი კონსოლიდირებული მონაცემებია, რომელიც ბაზარზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. კვლევის მიხედვით 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1,2 მილიონი კვადრატული მეტრი იყო, თუმცა ამ მოცულობის 80%-ზე მეტი დაბალი კლასის სასაწყობე ფართებია. ამავდროულად ქირა 2022 წლიდან 60%-ით გაიზარდა და კვადრატულზე $6.3 მიაღწია, რაც ნაწილობრივ სწორედ მაღალი კლასის ფართების დეფიციტით არის განპირობებული. გალთენ თაგართის შეფასებით, ბოლო წლებში გაზრდილმა ქირამ კომპანიების ნაწილს საკუთარი საწყობების მშენებლობისკენ უბიძგა. ეს ნაბიჯი A-კლასის საწყობებისთვის ფინანსურად მიზანშეწონილია მინიმუმ 7,000 კვადრატული მეტრის სტაბილური და გრძელვადიანი მოთხოვნის შემთხვევაში. დაბალი კლასის შემთხვევაში კი ეს ნიშნული უფრო დაბალია. ამ ფონზე საბითუმოდ მოვაჭრეე სექტორთან ერთად FMCG ელექტრონიკისა და ელექტრონიკის სექტორი კომპანიები გადადიან ცენტრალიზებულ სადისტრიბუციო მოდელების მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გასაზრდელად. რა ტენდენციებს აჩვენებს ბაზარი და ზრდის რა პერსპექტივა აქვს ამ სექტორს, ეკა გაზდელიანი გაგოცნობს შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში. მიკრობანკებმა წლის პირველი ნახევარი მოგებით დახურეს. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით მიკრობანკების ჯამური წმინდა მოგება 10,9 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი. ბაზარზე ამ ეტაპზე 2 მიკრობანკია, მათ შორის მიკრობანკი კრისტალი 691,2 მილიონი ლარის აქტივებით სექტორში მე-11 პოზიციაზეა. MBC-ს კი 209 მილიონი ლარის აქტივები აქვს და საბანკო სექტორში მე-17 პოზიციას იკავებს. ბაზრის ამ ახალ მოთამაშეებს ჯამში 771 მილიონი ლარის სესხები აქვთ გაცემული.
გადაღამული და 58 მილიონი ლარის დეპოზიტებიც აქვს მოზიდული. დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოს საბანკო ბაზარზე მიკრობანკების წილი ჯერ 1%-ზე ნაკლებია. Როგორი იყო მიკრობანკების ერთნახევარწლიანი ოპერირება ბაზარზე, სად არის გაჯერებულ ბაზარზე მიკრობანკების ადგილი და სად ხედავენ ზრდის პერსპექტივას. მიკრობანკი MBC-ის გენერალურ დირექტორთან გია პეტრიაშვილთან ერთად ვისაუბრებთ 15 საათსა და 30 წუთზე. ამ და სხვა თემებით ეთერში ბრუნდებით 13 საათსა და 40 წუთზე დაგვალათით.